ავერსისგან. ქალების რადიოს პირდაპირ ეთერში საუბრობთ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სილამაზე და ვიყოთ მუდამ სასურველები. გადაცემა Beauty Live ხატია შამუგიასთან ერთად. დადგა ხუჩაბათი საღამოს 18 საათით და ეთერში ვართ ეს ქალების რადიო ყველაფერი ქალებზე და არა მარტო რადგანაც beauty და სილამაზე ზოგადად ემსახურება არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც და ის რომ გვინდა ვიყოთ მიმზიდველები და აქეთ მხარესაც ვიტყვი ის რომ გვინდა ვიყოთ ქალებისთვის სასურველები, სწორედ რომ ეს გადაცემა ემსახურება ყველაფერს. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ, ჩემს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. ბოტულინო ტოქსინი, ანუ ბოტოქსი, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე, ვახსენებთ უმეტესად დადებით კონტექსტში, მაგრამ ხანდახან აი ვიღაცა რო გვინდა ხოლმე რომ გავაქილიკოთ, მე იმდენი ბოტოქსი აქვს გაკეთებული ვიძახით, თუმცა ეს არაფერ შუაში არ არის, რადგანაც ძალიან ხშირად ბოტოქსი ფილერშიც გვერევა ხოლმე და ის რაც ცოტა სახის ფორმას აუშნოვებს, ვერ ვიტყოდი რომ აუშნოვებს, მთავარია რომ ადრესაც მოსწონს, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია. ეს არის ხოლმე ძირითადად ფილერის დამსახურება და არა ბოტოქსის დამსახურება და გეტყვით რატომ? რადგანაც ბოტოქსი, ანუ ბოტულინოთერაპია, ეს გახლავთ პროცედურა, რის შედეგადაც ხდება მიმიკური კუნთების აქტივობის შეჩერება. ძირითადად კეთდება სახის ზედა მესამედზე, როგორც გახლავთ შუბლი, წარბებს შორის და თვალის ირგვლივ მიდამო. აი უფრო კარგად რომ აგიხსნათ ჩემო ძვირფასებო, როდესაც ვიჭმუხნებით და მიმიკური ნაოჭი წარბებს შორის გვაქვს წუხვართ ხოლმე და სხვათა შორის ძალიან ხშირად მამაკაცებისგანაც გამიგია რომ აი ასაკი მხოლოდ ამ ადგილას მეტყობა წარბებს შორისო. ამის პრობლემას მოკლედ და იმ აწეული ლამაზი წარბების და აწეული თვალების პრობლემას სწორედ რომ ბოტულინო თერაპია აღმოფხურის მინდა გითხრათ, თუმცა თანამედროვე მიდგომებით ქვედა მესამედშიც კეთდება, აღარ კეთდება მხოლოდ ზედა მესამედში, მე უკვე თანამედროვე მიდგომებით მინახავს გაკეთებული ყელზე, სხვათა შორის ყელის არაშის და ძალიან ეფექტურია და მინახავს აი ტუჩის კუთხეების ასაწევად და ჩვენ რომ ვიცით რომ ცხვირის ფორმას მხოლოდ ფილერი ცვლის, ასე არ არის. კარგი სპეციალისტი ბოტოქსის საშუალებითაც შეუძლია რომ თქვენი ცხვირის ფორმის საუკეთესო ვერსიაც კი დაგანახოთ. აი ესეთი ჯადოსნური რამ არის, ესე იგი ბოტოქსი ანუ ბოტულინო თერაპია, მაგრამ მე არ ვიცი იცოდით თუ არა თქვენ, მეც სულ ახლა ხანს გავიგე რომ ბოტოქსი ეს არის არა მარტო ესთეტიური, არამედ სამკურნალო საშუალებაც და კურნავს ისეთ თავის ტკივილს შეიძლება ითქვას ადამიანებისთვის პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, როგორც გახლავთ ჭარბოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი და ჭარბოფლიანობა დიდი დისკომფორტია არა მარტო თქვათ იღლის რეგიონში, ხელის გულებზეც და მოკლედ ის რომ გვაწუხებს განსაკუთრებით ზაფხულში შეიმუშავა, ანუ ინექცია სახელწოდებით ბოტულინო თერაპია, ანუ ბოტოქსი და შაკიკი, რომელიც ყოველი მეორესთვის არის მართლაც რომ თავის ტკივილი პირდაპირ ვიტყვი და ოდნავ თუ თავი აქვს ტკივდება, უკვე ისეთი დაკომპლექსებულები ვართ, გონია რომ შაკიკი გვაქვს. ასე რომ შაკიკისთვისაც ინიშნება ჩემო ძვირფასებო. მოკლედ სილამაზე და ჯანმრთელობა თუ შეიძლება ეწოდოს რამეს, ეწოდება სწორედ რომ ამ არაჩვეულებრივ პროცედურას და ამ პროცედურის ახლა მე ხომ ბევრს ვერ გესაუბრებით, რადგანაც მე პროფესიონალი არა ვარ, მე ვარ გადაცემის წამყვანი და მოყვარული უბრალოდ სილამაზის და ესთეტიკის. ვისაუბრებთ ამ თემაზე ესთეტიკური კლინიკა ჰერას ექიმ კოსმეტოლოგთან ნინო ნათელაძესთან ერთად და კლინიკის კომუნიკაციის სპეციალისტთან ლელა ციხიზელთან ერთად. ჯერ გავიცნოთ კლინიკა და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ ქალურ და არა მარტო ქალურ პროცედურებზე, რომლებიც ასე ძალიან გვაინტერესებს. შევხვდებით სულ რამოდენიმე წამში, რადგანაც უკვე რეკლამის დროც წამოგვეწია. Beauty Live. ყველაფერი ქალებზე და სილამაზეზე. FM 93 და რეკლამა ქალების რადიოზე. მოიგეთ დაუვიწყარი კრუიზი, MacBook-ი და iPhone-ი. გრანდიოზული გათამაშება Ariel-ის, Head & Shoulders-ის, Pantene-ის და Oral-B-ის ბრენდებზე Nikora სუპერმარკეტში. შეიძინე 20 ლარის პროდუქცია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი და გახდი იღბლიანი მომხმარებელი. გათამაშება ჩატარდება 23 მაისს 17 საათზე. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ.
75,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. Beauty Live. ყველაფერი ქალებზე და სილამაზეზე. FM 93.1. ქალების რადიო. ძალიან მალე დაგიბრუნდით, ეს 93.1-ია ქალების რადიო, ვინც ახლა მანქანაში ხართ და გადასვლას აპირებთ, შეგიძლიათ Facebook-ზე live-ში განაგრძოთ ჩვენი ყურება და მოსმენებთ, რომ არაჩვეულებრივი სტუმრები მარტო კი არ უნდა მოისმინოთ, თან უნდა უყუროთ და როგორც კი იმ ადამიანებს შეხედა, ვინც ამ თემაზე გესაუბრება, უფრო დამაჯერებელია ეს ყველაფერი. ან პირიქით თუ ახლა Facebook-ის ასკროლვისას მოგუკარით თვალი და მანქანაში უნდა ჩაჯდეთ, შეგიძლიათ რადიო მიღები 93 და 1-ზე მომართოთ, თუ ჯერ კიდევ არ მოგიმართოთ. მე პრინციპში აღარ მეგულება ადამიანი, ვინც არ იცის გადაცემის სპონსორი გახლავთ არაჩვეულებრივი იტალიური ბრენდი That's So, რომელიც ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ საფთეკო ქსელში ავერსი და გადავიდეთ თემაზე, როგორც დავაანონსეთ, ბოტულინოთერაპია, ანუ ბოტოქსი, ესთეტიკური კლინიკა, ჰერას ექიმი-კოსმეტოლოგი ნინო ნათელაძე და კლინიკის კომუნიკაციის სპეციალისტი ლელა ციხისელი, რომელთანაც მე პირველ რიგში ლელასთან გადავალ კითხვით, რადგანაც ვიცი, რომ კლინიკა ჰერა უკვე 4 წელია რაც განახლებული იმიჯით და თანამედროვე ტექნოლოგიებით წარსდგა მომხმარებლის პაციენტების წინაშე, პაციენტებისთვის. კლინიკაში ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს ჩავიტაროთ არა მარტო სახის პროცედურა, არამედ სხეულის მოვლის პროცედურებიც, ხო, როგორც მე ვიცი, ლელა. ვერ დავმალავ და ვერ მინდა გამოუწყდა ჩემს მსმენელებს, რომ ლელას მე ძალიან ბევრი წელია ვიცნობ, ჩემი კლასელია და ძალიან მიყვარს და ჩემი მეგობარია და ამიტომ ესე უშუალოდ მინდა პირდაპირ გადავიდე. ლელა, ძალიან მიხარია რომ ჯერთი ამ სფეროს დაუბრუნდი, იმიტომ რომ მართლაც სილამაზე შენი ერთ-ერთი უსაყვარლესი სფეროა, მინდა კლინიკა ჰერას მიულოცო ესეთი სპეციალისტის შეძენა სტრატეგიულ კომუნიკაციებში, როგორ რა მოხდა 4 წლის წინ კლინიკაში ჰერა, როგორ განახლდა და რამ განაპირობა, რომ განახლებულიყო, ანუ იმან რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ესთეტიური მედიცინა ასე ვითარდება სწრაფად? მაყურებელს და მსმენელს მივესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ხართ ჩემო საყვარელო და თქვენ როგორი ქალური რადიო დაგახვედრეთ. ძალიან პირველად ვარ თქვენს ეთერში და მინდა უამრავი წარმატება გისურვოთ. მადლობა. ჩემი სული და გულით თქვენს გვერდით. მადლობა. ჩვენც ასე ვლამაზდებით, როგორც თქვენ ალამაზებთ პაციენტებს, ხო ხედავ როგორი ბაშოს მადლობა პირველ რიგში ასეთი კომპლიმენტისთვის. 4 წლის წინ ჰერა შეიცვალა მენეჯმენტი. შესაბამისად, აქედან იმ პერიოდიდან იყო მხოლოდ სხეულის კორექცია. აჰა, ეს იყო მხოლოდ სხეული და სპა. ეს იყო მხოლოდ სხეული. ეს მინდა ეხლა ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცოდეს, თქვათ რა და რა შეიცვალა. მხოლოდ სხეული, როგორც გამოჯანსაღებელი, სარელაქსაციო, სამკურნალო, როგორც ხელით მასაჟი, პროცედურების მეშვეობით. განახლებას რაც შეეხება ეს თანამედროვე, სრულიად თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები, პაციენტზე ინდივიდუალური მიდგომა და ჩვენ შემთხვევით არ მithქვამს მე სიტყვა პაციენტი, ვინაიდან და რადგანაც ესთეტიკური კლინიკა გვქვია და შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი პაციენტია, რადგან ჩვენ აუცილებლად შენ წეღან სწორად აღნიშნე, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა ჩვენთვის აუცილებლად პროპორციულად უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში და არაში და არსებობს ალბათ, ჯანმრთელობა, ჯანმრთელი ადამიანი თავისთავად მაინც ლამაზია. ლამაზია. შესაბამისად, ჩვენ ეს არის, რომ მხოლოდ ესთეტიკურად კი არ მივუდგეთ და დავუგეგმოთ პროცედურული არა მხოლოდ ზედაპირული იყოს, ეს იყოს შინაგანად გამოყოლებული. ეს იყოს, ანუ პირველ რიგში ჩვენთან რო პაციენტი მოდის, მას ხვდება ექიმი ესთეტიკოსი, რომელიც ნახულობს ვიზუალურ მდგომარეობას და კითხულობს მის ანამნეზს. ხომ არ აქვს რაიმე დარღვევები, რა გვერდით იმოვლენები? მე რამდენადაც ვიცი, ენდოკრინოლოგიც ყავთ, ნუტრიციოლოგიც ყავთ და ზუსტად ეს არის ახლა სიახლე, ბოლო პერიოდის სიახლე ეს გვაქვს, რომ გარდა ექიმი
ესთეტიკოსისა უკვე ჩვენთან ადგილზეა ექიმი, ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქალბატონი თამარ კახნიაშვილი და არის საოცარი სპეციალისტი და არა მხოლოდ ექიმი ესთეტიკოსი ურჩევს პირადად პაციენტს ინდივიდუალურად როგორ ჩაიტაროს პროცედურა. უკვე მასთან ერთადია და ყველა ადამიანი ცდილობს რომ აი მხოლოდ თქვათ გარეგნული ჩარევის გარეშე, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვათ გარეგნულად ჩაერიო, სულ ამას ვამბობ რომ შეიძლება გაიკეთო ინექცია, მაგრამ თუ დღის და საღამოს რუტინა არ გააგრძელეს, ინექციაც დიდხანს ვერ გასდევს, მაგრამ შინაგანი ჯანმრთელობა ეს კიდევ უფრო ასლაგად ასხივოს და შინაგანი ჯანმრთელობა საბოლოო ჯამში მე რეხოიც ხშირ შემთხვევაში მაცივართან რომ მიდის და რას რითი ვიკვებებით, იმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენთან მოსული პაციენტი ეს არის ერთი ნომერი ახლა სიახლე, რითიც შემოვდივართ, მოკეთებს გავდივართ ბაზარზე, რომ უკვე ადგილზე ინდივიდუალური კვების გრაფიკის გაწერა ხდება, მისი წონის პროპორციების შესაბამისად და მერე უკვე ხდება ჩარევა, ისიც ინდივიდუალურად, იმიტომ რომ თუ ვინმე რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ის აუცილებლად გათვალისწინებულია. რომ კლინიკა ჰერა ვინც იცოდა, ეს და ვისაც 4 წლის წინაც ნამყოფი ხართ, ეს იყო მხოლოდ სხეული, ეს იყო მხოლოდ სპა. კლინიკა გახდა მრავალპროფილური, რაც მნიშვნელოვანია და ეხლა ხდება სახის და სხეულის მოვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აგერ სახე და სხეულს ორივეს მოიცავს ბოტულინო ტოქსინი. კი, ნამდვილად გილოცავთ. ბოტულინო თერაპია, ანუ ბოტულინო ტოქსინი, ბოტოქსი. ასე ეგრეთ წოდებული ყველაზე პოპულარული სიტყვა. ნინო, თქვენთან გადმოვალ ახლა კითხვით, როგორც პროფესიონალთან, რადგანაც მე მგონია ის SEO ოპტიმიზაციისთვის, რომ დასერჩო Google-ში ყველაზე ხშირად სიტყვა შეიძლება ერთ-ერთი ბოტოქსი ნამდვილად იყოს, როგორც უკვე ვახსენე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ის კიდევ სიახლეები, რაც ბოტოქსთან დაკავშირებით გავიგეთ, რომ არა მარტო ზედა მესამედია, ქვედა მესამედია, ყელსაც შველის და მოკეთ სწორად გაკეთებული ბოტოქსი, ეს არის მხოლოდ სილამაზის და თურმე უკვე ჯანმრთელობისაც. ეხლა რომ განვმარტოთ ჩვენს მსმენელს, რას ნიშნავს ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა, ანუ როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია უკვე ბოტოქსით. რა სიმპტომები უნდა ქონდეს? ზოგადად იცოდით რომ ბოტოქსი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატი, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენებთ. იგულისხმება რა? უბრალოდ ტოქსინის სიტყვა ძალიან აშინებს. ტოქსინი აშინებს ხოლმე და რეალურად ანუ ყველაზე ხანგრძლივი კვლევა არის სწორედ ამ პრეპარატზე. იმიტომ რომ დაახლოებით 80 წლის წინ დაიწყეს ამ პრეპარატის გამოყენება და ახლა ხედავთ რომ ანუ დააკვირდნენ ამ პაციენტებს და ნახეს რომ ანუ ტოქსინით გამოწვეული არანაირი დაავადება ამ პაციენტებში არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ეს პრეპარატები შეიძლება ცოტა ადამიანებს ანუ ნებისმიერი გართულება რომელიც შეგვიძლია რომ ტოქსინით გამოვიწვიოთ, კი, გადის 3-4 თვეში ნებისმიერი გართულება რომელსაც თქვენ გამოიწვევთ ტოქსინით აუცილებლად გავა. გართულებები უკვე ძალიან იშვიათია. არ არის სასურველი, ხა არავის არ უნდა რომ წარჩამოგდებულმა და თვალდახუჭულმა და გაქცეული მემიკეთვიაროთ, თუმცა ანუ რაც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში გავა. ეხლა რაც შეეხება ჰიპერჰიდროზს, ხო რა არის? არის გაძლიერებული ოფლის გამოყოფა კონკრეტულ წერტილებში. ზოგ ადამიანს შეიძლება მთელ სხეულზე ქონდეს და გამოწვეული არის ხოლმე ძალიან ბევრი მიზეზით, კი შეიძლება იყოს ენდოკრინული დარღვევა, შეიძლება იყოს სხვადასხვა ვიტამინების დეფიციტი, ნერვული სტრესი, ანუ სხვადასხვა ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. და როდესაც ვიცით, თქვათ, და არის კიდევ შემთხვევები, რომ არაფერი კონკრეტული არ იწვევს, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ადგილზე ეს ჩვენი ოფლის გამომწვევი და იღლებია. ფეხის არის ძალიან ხშირი. მე გოგონა მყავდა 12 წლის, რომელიც ფეხზე, ანუ ზაფხულში შლოპანცით ვერ დადიოდა, იმიტომ რომ უცურავდა იმდენად გამოხატული ოფლიანობა ქონდა. შინაგანი ენდოკრინული დარღვევა მას არ ქონდა. ეს იყო ფიზიოლოგიური მოვლენა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეიკრიბოს ანამნეზი, რომ განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, მოზრდილებშიც, ხო? ანუ ზედმეტად ყოველთვის, როდესაც აი სამედიცინო უნივერსიტეტში როდესაც ვსწავლობდით, ხო, ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ანუ თუ ვერ უმკურნალებთ, არც უნდა ვავნოთ. ხო, პირველი არის ეს, რომ არ ავნო. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეკრებილი ანამნეზი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს რაიმე შინაგანი დარღვევა აქვს რაღაც, ხო, ამას ვეკითხებით, ნუ რაც ვიცით, ხო? და რაც არ ვიცით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ თვითონ პაციენტმა არ იცის, რომ რაღაც დაავადება იმ კონკრეტულ პერიოდში აქვს, ხო? თუნდაც ნინო, თქვენ ახსენეთ ახლა 12 წლის გოგონა მყავდა პაციენტი. ანუ ამაზეც მინდა ვიკითხო. 14-ის იყო თუ სწორად 14-ის, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, არასრულ
ანუ არსებობს მედიცინაში შემთხვევები, კი. ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ტოქსინის აქ დოზირება არის სხვაობა, თორემ თითქმის ყველგან ასე გამოიყენება 2 წლის ბავშვებში, ახალშობილებში, რომლებიც იბადებიან განსაკუთრებული აი უშუალოდ კუნთის სპაზმით, რომელსაც თუ არ მოხსნი, მოზრდილობის პერიოდში იწვევს რაღაც ჩონჩხოვან და რაღაც დეფექტებს კი. აქედან გამომდინარე, ესე კონკრეტული შეზღუდვა ტოქსინის გამოყენებას არ აქვს. ესთეტიკასაც დიდად არ არის შეზღუდვა, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა არიან ადამიანები, რომლებიც 25 წლიდან იწყებენ უკვე ტოქსინის გამოყენებას, 30-დან 40-მდე, ხო, იმიტომ ეს არ არის სამკურნალო პროცედურა ესთეტიკაში, ეს არის საპრევენციო. აი მაგალითად ეხა ჩაგეკითხებით. მაგალითად პაციენტს აქვს D ვიტამინის ნაკლებობა და ხეში არაილაგმება, ხო, ეს არის მინიმუმ 3 თვიანი სამკურნალო პროცესი. სანამ თქვა შინაგანაც D ვიტამინს ორგანიზმი აინაზღაურებს, ხომ შესაძლებელია რომ გარეგან ეფექტს მალევე მიაღწიოს პაციენტმა და ბოტოქსი გაიკეთოს და ამავდროულად შინაგანი პრობლემაც მოგვარდეს და ნელ-ნელა თქვა D ვიტამინის ზღვარმა აიწიოს. რეალურად ვიტამინების დეფიციტი თუ მეტობა არანაირ პრობლემას არ უქმნის ტოქსინის გაკეთებას. ერთადერთი, როდესაც არის ხოლმე ჰორმონალური დისბალანსი, ამ შემთხვევაში არის რომ ტოქსინი უბრალოდ არ მოქმედებს. თორე არაფერს არ ვნებს კი. აი ჩვენ რომ აი ვინც ხშირად საკუთრებით შუბლზე არის ხოლმე გავაკეთეთ ერთ წერტილში და მეორე წერტილში სანტიმეტრის დაშორებით აღარ მოქმედებს. ანუ იმდენად არის პრეპარატი დაფილტრული, ტექნოლოგიურად გამართული, რომ ანუ სულ რაღაც სანტიმეტრის მოქმედება აქვს, იმის იქით არ მოქმედებს. ვერ იჭერს როგორც ვეძახით. ხო, როგორც ვეძახით ხოლმე ვერ იჭერს. აქედან გამომდინარე, ვისაც აქვს ჰიპერჰიდროზი და იტანჯებიან, მეგობრები მყავდა, რომლებსაც ხელის გულები ისე უფლიანდებოდათ, რომ აი, ნუ არ ვიცი, რაღაც საშინელი დისკომფორტი იქმნებოდა ხოლმე კი და ნუ აქ ხელსახოცებით, სალფეტკებით, ნუ ძალიან რთული არის ესე. ნუ აი პირდაპირ პროცედურაზე რო გადავიდეთ ახლა, ხო, დავიწყოთ თქვა ჭარბოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეში. როგორ კეთდება ადგილობრივად ზუსტად იმ წერტილში, სადაც სოფლიანობა ურჩევის პაციენტი, ანუ იღლიის შემთხვევაში იღლიაში კეთდება, აი როგორ არის პროცედურა? ანუ რეალურად სადაც აწუხებს პაციენტს, თუ გამოვრიცხავთ ყველა სხვა რაღაც დარღვევას ორგანიზმში და მე ვიპოვით, რომ აი კი ბატონო, აი ეს კონკრეტული პრობლემა გვაქვს, რომ იქ საუფლე ჯირკვლები ცოტა მეტად არის გამოხატული, მისი აქტივობა უშუალოდ იმ წერტილებში მოქმედებთ, სადაც ზედმეტად არის გააქტიურებული. ამ შემთხვევაშიც არა მხოლოდ უფლის გამოყოფა მცირდება, სუნი აწუხებს იღლიაში, ეს პრობლემაც ფაქტიურად მოგვარებოდია ხოლმე. არის თქვა საშიშროება, რომ იღლიაში თქვა ჭარბოფლიანობა გაქრეს, მაგრამ რაღაცა სხეულის სხვა ნაწილში იმატოს, იმიტომ რომ გადაგეცა. აი, ამიტომ ვთქვით ეს, რომ მნიშვნელოვანია ეს იყოს, არ იყოს რაღაც ორგანიზმის დარღვევა და იყოს რაღაც ლოკალური პრობლემა. აი, თქვა არის ლოკალური პრობლემა. მაშინ არაფერს არ გამოიწვევს. არანაირად სხვაგან არის ან ჰორმონალური ან რაღაც კონკრეტული, ხო? ამ შემთხვევაში და გაძლიერებული გვაქვს ამ დროს მარტო ერთ ადგილზე არ არის ხოლმე ძირითადად, მაგრამ ნუ მაინც ვთქვათ რომ იყოს, ორგანიზმი აუცილებლად დააკომპენსირებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ოფლის გამოყოფა არის დამცველობითი მექანიზმი და ესე ზედმეტად უხეშად ჩაერიოს ვიღაც. სეზონურიც არის ალბათ, ნუ ზაფხულში უფრო მეტად უჩივიან ადამიანები, ვიდრე ზამთარში, ხო? ვისაც ლოკალურად აწუხებს ძირითადად კი, მაგრამ ზამთარში ძალიან ხშირია ხოლმე. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ არც იციან აი ამიტომაც ვართ ჩვენ რომ ისაც არიციან ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიგონ. მე იმიტომ თქვი და იმიტომ თქვი დასაწყისში გადაცემის შესავალში რომ ქალბატონებისთვის და არა მარტო ძალიან ხშირია ჰიპერჰიდროზი და ძალიან ბევრი მამაკაცი ვიცი, ვინც ამ პროცედურას მიმართავს და მინიმუმ 6 თვე დასვენებულია ამ პრობლემას. კი, დაახლოებით 4-5-6 თვე ეს ინდივიდუალური არის უკვე ადამიანის როგორი არის მისი უფრო დიდხანს გრძელდება. მაინც არის ხოლმე დამოკიდებული რაღაც ორგანიზმის უშუალო ინდივიდუალურობაზე, მის ნივთიერებათა ცვლაზე, ცხოვრების რიტმზე და ტიპზე. აი ცხოვრების რიტმზე სანამ რეკლამაზე გავალთ ერთ კითხვას დაგისვამთ. როდესაც თქვა სახის და მესამეში დისპორტი ბოტოქსი უკეთდება, არის რომ ანტიბიოტიკი არ უნდა მიიღოს, სასმელი არ უნდა მიიღო და ერთი დღის განმავლობაში უნდა აკეთო ვარჯიში, ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც იღლიასთან გვაქვს საქმე, რაიმე შეზღუდვა არსებობს? რეალურად აი ის რაც წეგან ჩამოვთვალეთ, თანამედროვე გაიდლაინით მოიხსნა. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მაინც თავს ვიზღვევთ ხოლმე რომ ძველ მაინც რაღაც მითითებებს მაინც ვაძლევთ. ხა ალკოჰოლი რო არაფრისთვის არ არის სასარგებლო, ეს ხო ისედაც ვიცით, მაგრამ მithumetes რაც შეეხება ჰიპერჰიდროს, ანუ უბრალოდ პაციენტს ვაფრთხილებთ რომ მომავალი 3-4 დღის განმავლობაში მოერიდოს საუნას, ცხელაბანოს და ნუ ალკოჰოლის
ღიანი მხოლოდ დაახლოებით ესეც რაღაც მსუბუქად განსაკუთრებული არაფერი. გადავალთ ხელის გულების ჭარბოფლიანობაზე, ანუ ჰიპერჰიდროზე ხელის და ფეხის გულების არეში, სულ რამოდენიმე წუთში, რადგანაც ისევ რეკლამის დროა და დაგიბრუნდებით ალბათ 2 წუთში. Beauty Live. ყველაფერი ქალებზე და სილამაზეზე. FM 93 და 1. ქალების რადიო. რეკლამა ქალების Dyson-ის და 1000 ლარიანი ვაუჩერის მოგება მარტივია. შეიძინე ველა სტიკერიანი პროდუქცია სუფთა სახლსა და სააფთიაქო ქსელებში. გადაფხიკე და გააგზავნე კოდი. ყოველი მე-1000-ე მომხმარებელი გარანტირებულად იგებს Dyson-ს. მოიწვიე მეგობრები, დააგროვე ქულები და დამატებით მოიგე 1000 ლარიანი ვაუჩერი. იჩქარე, აქცია ძალაშია 1 მაისამდე. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 31 88 88. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 2 31 88 რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. Beauty Live. ყველაფერი ქალებზე და სილამაზეზე. FM 93 და 1. ქალების რადიო. რამოდენიმე წუთმაც გაიარა, როგორც გითხარით, Beauty Live ხატია შემოგესთან ერთად. ისევ ეთერშია ეს ქალების რადიო 93 და 1 FM. საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ქალბატონებს და არა მარტო ქალბატონებს გვაინტერესებს. ჭარბოფლიანობა და როგორ უნდა ვუშუალოთ ამ ჭარბოფლიანობით, ოფლიანობასთან ისე, რომ არ მივიღოთ მედიკამენტები თუ არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას და ეს არის ბოტოქსი, რომელიც ჩვენთვის ასოცირდება სილამაზესთან და რა თქმა უნდა, როდესაც აღარ ნერვიულობ, რომ ოფლიანტები და ხარ მშვიდად და წვერა თავისთავად ძალიან ლამაზი ხარ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გაცემის სტუმრები გახლავთ ესთეტიკური კლინიკა ჰერას ექიმი კოსმეტოლოგი ნინო ნათელაძე და კლინიკის კომუნიკაციის სპეციალისტი ლელა ციხისელი, რომელსაც მალე დავუბრუნდები, იმიტომ რომ კლინიკის კიდევ რამოდენიმე მიმართულება ძალიან მაინტერესებს. ნინო, ჩვენ ამოვწურეთ ფაქტიურად, რაც კი შეიძლება რომ რადიოს საშუალებით ადამიანს მიაწოდო ინფორმაცია ჭარბოფლიანობაზე იღლის არეში. რაც შეეხება ხელის და ფეხის გულებს, რომელიც ასევე ძალიან დისკომფორტულია, კეთდება სად ხელის გულებზე და ფეხის გულებზე? არა მარტო ხელის და ფეხის გულებზე, იმიტომ რომ ამ დროს რეალურად ჩვენთან ოფლის ჯირკვლები, საოფლო ჯირკვლები გადანაწილებული არის მთელს ზედაპირზე და ზედაპირზე და არა მხოლოდ გულზე, ხო? ამიტომ სპეციალური სინჯები კეთდება კლინიკის ფარგლებში, სადაც უშუალოდ ვხედავთ რა ადგილებში არის გააქტიურებული ჩვენი საოფლო ჯირკვლები და ვაკეთებთ იქ. კი ბატონო. საკმაოდ ისეთი მომენტალური ეფექტი არ აქვს, მაგრამ სადღაც 2-3 დღეში უკვე შემცირებული არის ხოლმე ნამდვილად. კი მეულია, იცი, ხელი და ფეხის გული ხო ცოტა სქელიკანი არის. დაწუთიანი პროცედურა, ამიტომ განსაკუთრებით მეტად გადათიშვა მაქვს შეიძლება რომ ხელის მოტორიკის, ფეხის მოტორიკის და სიარულის გართულება გამოიწვიოს, ანუ წონასწორობის შენარჩუნება. ამიტომ ამ პროცედურისთვის აუცილებლად სწორად უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი. ამიტომაც ყოველთვის ვამბობთ, რომ სწორად უნდა შეირჩიოს სპეციალისტი და სწორად უნდა შეირჩიოს კლინიკა. კარგ კლინიკას ყავს მხოლოდ კარგი სპეციალისტები და სწორად რომ ასეც ვსაუბრობ დღეს როგორიც არის კლინიკა ჰერა. ძალიან პრობლემა ერთგვარად ბრჭყალებში შემეძლია თქვა ტრენდული ჩივილი პაციენტის 21 საუკუნეში ეს არის შაკიკი, ხო? და მე უკვე მართლა ისე მეშინია თავი ოდნავ რომ ამტკივდება, მგონია რომ უკვე შაკიკი დამეწყო, იმიტომ რომ ყველა სირგლივ შაკიკი აქვს და საბედნიეროდ ჯერჯერობით და ალბათ არც უკვე მექნება, იმიტომ რომ მე საკმაოდ ბევრი ბოტოქსი მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში და ამიტომაც ალბათ მუშაობს ალბათ გადასარევად. რაც შეეხება ბოტოქს, ანუ ბოტულინო თერაპია, როგორც შაკიკის ძალიან აქტიურად და ძალიან ეფექტურად ვიყენებთ. თუ სწორად არის დიაგნოზი დასმული და ნამდვილად არის შაკიკი.
რეალურად ეხა ძალიან მოკლედ და გასაგებინაზე რო ახსნათ რა ხდება შაკიკის დროს, ანუ რეალურად თავდაპირველად ხდება სისხლძარღვების შევიწროვება და მერე იწყება სწრაფი პათოლოგიური გაფართოება, რაც იწვევს იმპულსირებად გაუსაძლეს საშინელ ტკივილებს. არა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე პაციენტს რომ არ აყუჩებს არაფერი. ხო, არ აყუჩებს არაფერი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბოტოქსით ამ შაკიკის მკურნალობაზე, საუბარი არის რომ ჩვენ სისხლძარღვი შედგება ზოგადად ამ კუნთოვანი ქსოვილებისაგან და ტოქსინი აზიანებს დროებით, რომელიც აუცილებლად აღდგება, ზუსტად იმ ნერვკუნთოვან გადაცემას, რომელიც ამ სისხლძარღვის პათოლოგიური ზომის ცვლილებას განაპირობებს. მაშინ ჩაგეკითხები, როგორც ახლა ჩვეულებრივი ერთი ქალი, რომელსაც უყვარს ეს პროცედურა. დისპორტსაც იგივე აბსოლუტურად იგივე ფუნქცია აქვს. მე დისპორტს ვიკეთებ, არა ბოტოქს, მაგრამ ერთ-ერთი ბრენდირება არის, ანუ რეალურად ამპერსი გვაქვს ზუსტად იგივე პირველი კომპანია გვაქვს. ესე იგი თუ როგორც ბოტოქსია საუბარი, ისე დისპორტზეც საუბარი და ასე შემდეგ კიდე სხვადასხვა იგივე ტოქსინზე, ასე რომ ყველანაირი ტოქსინი რაც კეთდება ამ ხოლმე, როდესაც ვაკეთებთ შაკიკის დროს, ხო? პირველი რაც არის და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეიკრიბოს ანამნეზი. იმიტომ რომ პაციენტი ზოგადად ძალიან რთულად მოდის ხოლმე უშუალოდ დასმული დიაგნოზით, რომ აქვს შაკიკი. თქვენთან უკვე ანამნეზით მოდის? არა, ეს დიაგნოზით წესით უნდა მოვიდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი სახის თავის ტკივილები არსებობს და ეს არ არის მარტო ცნევა წუხებთ ეს ადამიანს შეიძლება რაღაც სხვა დაავადება იყოს ხო შაკიკი თქვა ნევროლოგმა კი ამიტომ აი მანდამდე მივიდივარ ზუსტად რომ აუცილებელია ნევროლოგის ნევროპათოლოგის ანუ სხვა ექიმების ჩართულობა რომ ზუსტად ვიცოდეთ ჩვენ დიაგნოზი და ამის შემდეგ უკვე პროცედურას ვატარებთ რომელიც აუცილებლად შედადებს შედეგს ექიმების აგზავნიან კი არის ხოლმე შემთხვევები იმიტომ რომ რეალურად კი თვითონვეც აკეთებენ ძალიან ბევრი ნევროლოგი და ნევროპათოლოგი თვითონვე აკეთებს ამ პროცედურასაც ამ დროს ახლა რა არის ხოლმე მთავარი ხო რომ პირველ რიგში ზედმეტი არ ვაკეთოთ და ნუ პაციენტისთვის მივიღოთ რა თქმა უნდა სასურველი შედეგი. ეს წერტილებზეა საუბარი ნახე. ვთქვათ ვიზუალურად როდესაც მიდიხარ სპეციალისტთან და გინდა ესთეტიკური თემით აი რაღაცა ფორმების კონკრეტული ფორმების შეცვლა და იმ კონკრეტულ ნაწილებში იკეთებ. და შენ მიდიხარ შაკიკის სამკურნალოდ, მაგრამ ის კონკრეტული ნაწილები არ გინდა რომ აგეწიოს და გინდა ეს კონკრეტული ნაწილები. ამ შემთხვევაში თქვა მასე არ არის. იქიდან გამომდინარე რომ ანუ სახეზე ესე ცალკეული კუნთების გათიშვა გამოთიშვა თქვა ბოლომდე ვერ ხერხდება. იმიტომ რომ ეს კუნთები ერთმანეთში არის არ ვიცი ერთმანეთს უერთდება მთლიანად ეს ჩვენი კუნთოვანი ქსოვილები. აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად ვთიშავთ იმ წერტილებს და იმ ლოკალურად იმ ადგილებს, სადაც გვაქვს დეფექტები და სადაც გვაქვს უშუალოდ ტკივილი და იმის მიხედვით ახლა ეს რომელი ჯგუფის კუნთებში არის. თუ საჭიროა აუცილებლად უნდა ჩავერთოთ სხვა ზონაც, რომ ესთეტიურად არ მივიღოთ მე რაღაც უცნაური სახე, ან შესაძლებელია არც დაგჭირდეს. ეხლა მყავს პაციენტები, რომ შაკიკის შეტევა ემართებათ თვალისგან. ამიტომ მხოლოდ თვალის ირგვლივ ვაკეთებთ და საკმარის და ეს თვალის შაკიკი კიდევ უფრო მტკივნეულია თურმე და გაუსაძლისი ვიდრე თავის. აი რა მაინტერესებს, ეხლა ნახეთ კიდე როდესაც დისპორტი, ბოტოქსი და ასე შემდეგ ნებისმიერ ტოქსინი კეთდება, გამიგია სპეციალისტებისგან, რომ როდესაც ცოტა მძიმე ქუთუთო აქვს პაციენტს, უფრო ერიდებიან ხოლმე, იმიტომ რომ პტოზისკენ უფრო მიდრეკილია ადამიანის ვიზუალი, ხო, იმიტომ რომ მინახავს აი მძიმე ქუთუთოს შემთხვევაში უფრო პტოზირებული. და ეხლა თვალის შაკიკის შემთხვევაში ისედაც ქუთუთო მძიმეა, ხო? აი ამ შემთხვევაში რა საკეთებთ? რეალურად თვალის შაკიკის დროს ქუთუთო მძიმე, იმიტომ არის რომ თვალის ირგვლივი კუნთი არის შეკუმშულ მდგომარეობაში და თვალის ირგვლივი კუნთი რა წარმოვიდგინოთ არის მრგვალი კუნთი, რომელიც ესე მრგვალადვე სფინქტერისებურად იგუმშება. და ეს ამძიმებს ზუსტად ამ ნახევრად მოხურული თვალის თვალი პირიქით გაიშლება. აი ეს მინდოდა რომ გაეგონ. ამიტომ პირიქით, ვისაც თქვა ეს გვაწუხებს, ხო, პირიქით ტოქსინის შემთხვევაში უფრო პირიქით, უფრო ლამაზ ესთეტიურ ვიზუალს მივიღებთ და ეს ბენეფიტი და რეალურად ტკივილიც მოგვიხსნება. აი როგორც ვიცი, 6 თვეში იწყებს პირველადი გაკეთების შემთხვევაში მინიმუმ 6 თვე გადასარევად ჩერდება და შემდეგ ნუ 4-5 თვე ეს როგორც წესი. ტკივილიც ბრუნდება 4-5 თვეში, როგორც კი თქვათ ბოტოქსი გადის. არა.
გაჩნია. რეალურად მუდმივად არავის არ აქვს ეს შაკიკი, ხო? აქედან გამომდინარე, ამ შაკიკს ძირითადად იწვევს ხოლმე რაღაც გარემოება, ან სტრესი, ან რაღაც გარემოება ყოველთვის არის ხოლმე ამისი მაპროვოცირება. აუცილებლად და გოგოებში გადადის სამწუხაროდ დედიდან შვილზე ყველაზე ხშირად. იმიტომ რომ თავის ტკივილი ხო ქალებს მეწი გვაქვს ზოგადად ამ ცხოვრებაში. საპიკრალი. ხო, კაცი არს გამოგია შაკიკი. იშვიათად ყავდა პაციენტი. თვალის შაკიკი, მე ვინც თქვი, ჩემი მეგობარი ის ბიჭი არის და ძალიან ნაცოხა. ეს თვალიდან ძირითადად არის ხოლმე კითხვიდან გამომდინარე რა და ეწყებოდა ზუსტად კითხვასაც. კი. აქედან გამომდინარე, როგორც კი, შეიძლება ტოქსინი გავიდეს, მაგრამ თვეების განმავლობაში არ იყოს ტკივილი, კი. მაგრამ როგორც კი რაღაც მაპროვოცირებელი ჩაერთვება, ისევ იგივე არის ხოლმე, როდესაც ბრუქსიზმზე ხო, ის ვისაც ყბების დაძაბულობა აწუხებს, თვეები ტოქსინი შეიძლება გავიდეს და არ წამოგვივიდეს, მაგრამ როგორც კი რაღაც გამაღიზიანებელი ფაქტორი, სტრესი, რაღაც მაპროვოცირებელი ჩაერთვება, ესეც ნაწილობრივ შეიძლება ისევ ძლიერად არა, მაგრამ ნაწილობრივ ბრუნდება. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, ახლა გავიგეთ როგორც სამკურნალო, მაგრამ ესთეტიური მიმართულებაც გვაინტერესებს ქალებს და არა მარტო. არის მითია თუ რეალობა, მაინტერესებს, ვისაც არა აქვს არასოდეს გაკეთებული და ვთქვათ, ურჩევთ ხოლმე ხო და მეგობრები რო გასაკეთებელი გაქაფა შეხედე წარბებს შორის რა ხდება. თითქოს გონიათ რომ აი ეს კუნთი გავიგე რომ გათიშულია ამდენი ხანი და გათიშული როა იმიტომაც არის ეს ელამაზად და მე ის კუნთი რო იბრუნებს თავის ფუნქციას უფრო ვარდება. ეს შინიათ რომ რაც უფრო ხშირად იკეთებ, უფრო შეიძლება წამოვიდეს თქვათ კანის მოდუნება და აი ესეც მინდა რომ ადამიანებს ავუხსნათ, ვისაც ამის შიში აქვს. კი, რეალურად ეგ ძალიან ხშირად არის ხოლმე და ძირითადად აი ერთხელ რო გავიკეთებ, სულ უნდა ვიკეთო, ხო? როგორც ახერ ანა ოფცულ წესია ესეთი და თავის ვუვლით, ხო? რეალურად მთლად მასე არ არის. ანუ თუ ვერ შევძლებთ რაღაც მომენტში ამის გაკეთებას, არაფერი არ დაშავდება. როგორც თავიდან ვთქვით, უბრალოდ არ მოგწონს ვიზუალურად, ხა როცა მიჩვეულებად რაღაც და მე უკვე ნაოჭებს, ხო და ამიტომ არის ხოლმე და რეალურად არის ხოლმე ესე რომ პირველად მაინც არ უბრუნდება. ანუ როგორც კი თავიდან ვთქვით, ხო, აი როგორც თავიდან ვთქვით, მაგაში იყო საქმე, რომ ანუ მე რაზე ვთქვი, სულ ბოტოქსი. არა. ანუ ტოქსინი არის საპრევენციო. არა, ხო, ანუ ტოქსინი როგორც ესთეტიკაში ვაკეთებ, მე ეს არის მითი და არ არის რეალობა. არა, იქიდან გამომდინარე, ანუ ბოტოქსი არის საპრევენციო, რომ არ დაუბერდეთ, რომ არ გაჩნდეს, რომ არ გაღრმავდეს, არ ჩატყდეს კანი, ხო და კი და როდესაც ახლა ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც მინიმუმ 5 თვის თუ 6 თვის იქნება თუ ზოგიერთ პაციენტში ხა ძალიან მალე გადის ხოლმე, ხო უკვე 4-6 თვის განმავლობაში ვინ პაციენტის ცხოვრების სტილს ხა თუ მაგალითად გაიკეთებთ ბოტოქს და შეხვალ სოლარიუმში, რა თქმა უნდა, ან მზის აბაზანებს მიიღებ, რა თქმა უნდა, ის ნელ-ნელა ორ თქდება და უფრო მალე გადის, ხო? ეს არ არის პრეპარატის ბრალი, ეს არის უბრალოდ თქვენი ცხოვრების წესის ბრალი და ამიტომაც 10 დღე არ დავდივართ ხოლმე. ხო, ვიკეთებთ. თამამად არ გვეშინია რომ თუ ვთქვათ ერთი თვე ვერ გავიკეთებთ. არაფერი და არც, რეალურად ახლა 3 თვეში ერთხელ და 2 თვეში ერთხელ არ უნდა გავიკეთოთ პროცედურა, კი. და არც აკეთებს არავინ ალბათ, ხო? ხო, არა, ველოდებით აუცილებლად. გოგოებო, მაინტერესებს ასევე, რამდენადაც ვიცი, კლინიკაში არის სიახლე ძაფებთან მიმართებაში, ხო, აპტოზაფები, რომელიც ასევე ძალიან ტრენდულია. წარმატებული შედეგებით, კი, ძალიან. რას ნიშნავს, რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს და რა შემთხვევაში კეთდება, აპტოზაფები? ესეთი გოგო ყავს, რომ სტამამად. აი რა არის? ხო, რაღაცა ძალიან დიდი მოთხოვნა მხოლოდ და ისეთი სისტემითი სიხშირით არის პაციენტები ჩაწერილი, რომ ცოტა ვერ აუდივართ ხოლმე და აი ეს მაინტერესებს, აი რატო ეწერებიან და რას შორის აპტოზაფები? ხო, აი რატო ეწერებთ ახლა, აი როდესაც ვიკეთებთ მეზოთერაპიას, ვიკეთებთ ბიორევიტალიზაციას, რაც ბუსტერსაც, აი ყველაფერს ვიკეთებთ, მაგრამ ახლა მაინც გრავიტაცია არის, მაინც უბერდებით, მაინც ყველაფერი რაღაცა ხდება და ეს ყველაფერი ჩამოგდის ნელ-ნელა დაბლა. და არ გვინდა ჯერ ქირურგია, მაგრამ გვინდა რომ ავწიოთ ეს ყველაფერი, ხო? აი ამ შემთხვევაში უკვე გადავდივართ ძაფებზე. ძალიან ბევრი ტიპის ძაფები. როგორც მე. რომ ჩამოწვეული ქსოვილები ავიტანოთ, რეპოზიცია მოვახდინოთ, დავუბრუნოთ ძველ ქსოვილებს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ტიპის ძაფები არსებობს და ყველა ტიპის ძაფი თუ მუშაობთ, უბრალოდ მათ შორისაც არის დიფერენციაცია და აუცილებლად ვარჩევთ უშუალოდ პაციენტზე.
ხო? იმიტომ რომ ინდივიდუალურად არჩევს სპეციალისტი და არა პაციენტის არჩევით. არა, პაციენტი, ანუ რეალურად პაციენტები თვითონ გვეუბნებიან, რომ ეს მინდა რომ გავიკეთო, მაგრამ იქნება არ გჭირდება ეს და მოდი მე ამას გთავაზობ, უკეთესი იქნება თქვენი სახისთვის, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ეხლა თქვენ სახეს და ლელა სახეს აბსოლუტურად განსხვავებული პროცედურები დასჭირდება, იგივე ჩემ შემთხვევაში. ეს არის ექიმის უკვე კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. კი და ამიტომ ეხლა პირველ რიგში ავარჩევთ ხოლმე ძაფებს და ეხლა აი ძაფებს ავარჩევთ რას ნიშნავს? რა ტიპის ძაფები არსებობს? მე მახსოვს აი შოუ ბიზნესი რომ ვარსკვლავები რომ შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში 90-იანების შემდეგ და მარტო MTV-ს რო არ უყურებდით და რო გავიგეთ სოფლიო ვარსკვლავები ვინ იყვნენ და საერთოდ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის მიღმა, ვიცოდით რომ ოქროს ძაფები იყო ძალიან ტრენდული და ყველა სტარი იკეთებდა ოქროს ძაფებს, ხო? ხო, ოქროს ძაფებს აი ბოლო რაღაცა ოქროსას ალბათ ოქროს შეიძლება. ნუ ბოლოს მივედი იქამდე რომ მეზო ძაფებს ვეძახით ოქროს ძაფებს. იმ პატარა ძაფებს რომლებსაც ეს სახეში ჩადგამენ ხოლმე იმ დიდ ძაფებს. კანულით კეთდება თუ როგორ კეთდება ძაფები? კი, რეალურად კანულაზე არის კანულა რო წარმოვიდგინოთ არის გრძელი ნემსი, რომელსაც არ აქვს წვერი და ამის ჩადგმა არ არის მწარე ხა. საშიშად კი გამოიყურება ხოლმე რაღაც 19 მმ-იანი 20 სმ-იანი ძაფები, მაგრამ შეგრძნება არანაირად არანაირად სრულიად უმტკივნეულო არის, პლუს ამას რომ გაყუჩებით კეთდება და რეაბილიტაციაც რამოდენიმე არის ხოლმე კოგებს მაგალითად პერიოდულად ისე ვაკეთებთ, რომ საერთოდ არც ვაყუჩებ. აი რა გავიგეთ რა შემთხვევაში კეთდება, გავიგეთ როგორც კეთდება. რამდენხანი პროცედურაა ვთქვათ, რამდენი ხანი ჭირდება პაციენტს? ალბათ თავისი რეკომენდაციის მიცემით, მომზადებით, კონსულტაციის გავლით დაახლოებით ალბათ 40 წუთი ნახევარი 1 საათი. ძალიან ცოტა დრო. ძალიან ცოტა დრო ჭირდება და ეფექტი გვაქვს მომენტალურად. აი ეს უნდა მეკითხა, მაშინვეა. მაშინვე გვაქვს. ცოტა ზედმეტი ვიდრე უნდა იყოს. ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავწიოთ ქსოვილები და ამ დროს არის ხოლმე რომ აი ავწიეთ და უკან ცოტა ნაოჭები დამრჩა კანის ხო აი და ზედმეტად ატანილზე უკვე დარჩა რაღაც ხო ეს უნდა ჩაჯდეს ჩვენ ქირურგები არ ვართ ანუ ნელ-ნელა უბრუნდება მაინც რაღაც პოზიციამდე ის თავ აუცილებლად დაჯდება რამდენი ხანი ელოდებით რომ უნდა ჩაჯდეს მეორე დღეს უკვე თითქმის იმავე კი ისიც ხო ანუ არაფერი განსაკუთრებული დროთა განმავლობაში ანუ ის დაახლოებით 24 საათში ძირითადი ნაწილი ჩაჯდება და მე რა უბრალოდ ჯდება ქსოვილები თავის ადგილზე იო რა თქოს კეთდება მხოლოდ თქვა სახის ანუ შუბთანაც თვალთანაც და აი ვისაც ფოქსია ისი უნდა ვისაც სახისაწევა უნდა ვისაც ჩამოწეული მეორე ნიკაბი ხო ღაბაბის ზონა უბრალოდ განსხვავებული ტიპის ძაფებით კეთდება. ყველა ძაფი სახეს ვერ დაიჭერს, ღაბავს ვერ დაიჭერს, ну როგორც ხა ფილერი ყველანაც სხეულის ნაწილის. და ამისთვის ძალიან დიდი რეინჯი გვაქვს ძაფების, გვაქვს სტანდარტული კოგები, აპრესები. აი ღაბავსაც შეეხება, რაც ფაქტიურად თითქოს ამბობენ რომ ღაბავს მაინც ოპერაციამდე მივდივართ ყველა, მაგრამ ეხლა 21 საუკუნე და უამრავი პროცედურა არსებობს. ღაბავზე ოქროს ძაფები, მაინც ლიპოლიტიკის გზის აი ეს აწევს, მაგრამ საკმაოდ მალე დაეშვება დაბლა. ამიტომ აუცილებელია რომ ჯერ მოხდეს ცხიმის დაშლა. ანუ ლიპოლიტიკი ნიშნავს ცხიმის დაშლას ჩამოყალიბება. მოხდება ცხიმის დაშლა, ლიპოლიტიკი რეალურად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროცედურაა. იქიდან გამომდინარე რომ ლოკალურად სადაც მჭირდება, ზუსტად იქ მიშლის ცხიმს, რომელიც უკან არ ბრუნდება. და ის კანი, რომელიც უკვე ცხიმდაშლილი და მოდუნებულია, ზუსტად იმას შველის ძაფები. ახალგაზრდა ასაკში რეალურად ლიპოლიტიკის მერე არაფერი არ გჭირდება. თუმცა, აი, როდესაც დაახლოებით 40 წლის შემდეგ, როდესაც დავშლით ხოლმე დიდი რაოდენობით ცხიმს, იქ უკვე კანის შეკუმშვის უნარიანობა დაქვეითებულია. ამიტომ შედარებით მოეშვება ხოლმე. ამ შემთხვევაში უკვე ვიწყებთ ან გამომკრუებელ თერაპიას, ან თუ ზედმეტად არის მოშვებული, უკვე ძაფებზე გადავდივართ, რომ მოვახდინოთ მისი ელევაცია, ანუ აწევა, ხო? ანუ ძაფი არის თუ გამომკრუებელმა აპარატურულმა თერაპიამ არ უშველა? არა. თუ პაციენტს უნდა მომენტალური შედეგი ვაკეთებთ ძაფებს, თუ არ უნდა ძაფები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პაციენტს ეშინია ამის, ხო? მე კი რამდენიც უნდა ვილაპარაკო, რომ მტკივნეული არ არის. ბიორევიტალიზაცია კიდევ უფრო მტკივნეული პროცედურაა, ვიდრე ძაფები. ვერაფერს ვერ გქნობს პაციენტი ძაფისას. უბრალოდ მაინც შიში აქვს ჩამოყალიბებული, ხო? კარგი, მითხარი, მაშინ რამდენ ხანს ყოფნის ძაფები? ხო, ეს ხოთეშორის ძალიან ისეთი კითხვა არის, იმიტომ რომ ზოგ პაციენტში 2 წელი ძლებს, ზოგ პაციენტში 1 წელი ძლებს, ზოგთან წელიწადნახევარი, ზოგთან 6 თვე. ეხლა რატო? თქვენთან თუ გაძლო წელიწადნახევარი, ჩემთან 1 წელში რატო ჩამოიშალა, ხო? ერთი და იგივე ძაფი.
კარგად გავაკეთე ორივესთან. ეხლა მე მაგალითად ძაფი რომ მოვჭიმე, იქ რა სტრუქტურა დამხვდა შიგნით კანში. ამაზე ვარ დამოკიდებული. აი რამდენი ხანი კოლაგენზეა დამოკიდებული. კოლაგენზე, ელასტინზე, რა სიმკვრივის არის და აქამდე არის თუ არა ძაფი გაკეთებული. თქვათ, ძაფი. თუ პირველადი არ არის, აუცილებლად შედეგი ბევრად უფრო გამოხატული მაქვს და ბევრად უფრო ხანგრძლივიც. იმიტომ რომ შემდეგ კიდევ კი, ანუ მეორე მესამე გაკეთებები ფაქტიურად ასაკი უკუღმა მიდის. იმიტომ რომ იმ ჩადგმული ძაფის გარშემო წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკები, ანუ იმ ადგილზე კანი მკვრივდება. და მე რომ მეორედ ჩავდივარ და ახალ ძაფს ვამატებ, პირველი ის რომ კანს ეჭიდება, მეორე ის რომ ძველ ძაფს ეჭიდება და იმ კოლაგენის ბოჭკოს, რომელიც ძველი ძაფის წინ გარშემო წარმოიქმნა. აი ძველი ძაფი სად მიდის? აბსოლუტურად გაიწოვება. როგორც ქირურგიული ძაფი, ფაქტიურად იგივე მასალის არის დამზადებული, უბრალოდ აპტოსის, მე რატომ მიყვარს ახლა აპტოსი, ხო, ჩემი საყვარელი კომპანია ალბათ, იმიტომ რომ ძაფი აი იმ სტანდარტულ მასალასთან ერთად, რასაც თითქმის ყველა შეიცავს პოლირძემჟავასაც. აი ეხლა რო ყველაზე პოპულარული გახდა, რომ პოლირძემჟავას ვაკეთებთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კოლაგენის სტიმულატორს. თუნდაც სკულპტრა, თუნდაც ელური, თუნდაც ნებისმიერი სხვა პროცედურა, ხო? რადიასიც თუ ახსოვს, კი ბატონო. ძალიან ძლიერი კოლაგენის სტიმულატორები არის. ეს ძაფები უკვე შეიცავს ამას. ანუ მომენტალურ ლიფტინგთან ერთად მე მაქვს ძალიან ძლიერი კოლაგენის სტიმულაცია, რომელიც 2 წელი გაგრძელდება. 2 წელი მაქსიმალურია გადასარევია. 2 წელიწადში თვითონ ძაფი გაიწოვება. აი ძაფები გაკეთებული, როდესაც არის, თქვა აპტოსის ძაფები. ამ შემთხვევაში რაიმე აკრძალვა აქვს პაციენტს? ერთი კვირა გასაგებია. 2 კვირამდე. აი გააჩნია უშუალოდ ინდივიდუალური არის პაციენტი რამდენად მარტივად გადის რეაბილიტაციას. ზოგი მყოლია პაციენტი მეორე დღეს კარგად არის, მყოლია პაციენტი 1 კვირაში, ზოგთან 2 კვირაც დაჭირდა. აი თქვათ ვიზუალური ეფექტი შეუძლია რომ მეორე დღეს განაგრძოს ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრება? კი, ანუ იმ დღეს არის ხოლმე შეშუპებას არც არ იწვევს. ესეც ინდივიდუალურია, ვისაც თხელი სახე აქვს ფაქტიურად მეორე დღეს არაფერი აღარ აქვს, ვისაც შეშუპებისკენ მიდრეკილება აქვს, იმასთან ახლა ცოტა უფრო მეტად. ეს მართლა ინდივიდუალურია. ყველაფერი აილაგმება. კი. თვალის არეშიც შესაძლებელია გაკეთდა ეს? აუცილებლად ოღონდ მანდ გამოიყენება, მე ვიყენებ უფრო სწორად, იმიტომ რომ ბევრი სხვა ძაფი გამოიყენება და ყველა ვცადე. მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი ეფექტი მივიღე light lift needle-ის მეთოდი არის. სხვა აბსოლუტურად განსხვავებული ცოტა უფრო საშიშად გამოიყურება, მაგრამ კარგი ფიქსაცია აქვს. ნუ ხო ექიმები გვანები არა საერთოდ არ უნდა დამგუბროთ და გულში არანაირი პროცედურას არ უნდა უყუროთ. ნახოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გზნობს პაციენტი, არანაირი რეაბილიტაცია განსაკუთრებული, ოდნავსი ლურჯი, ოდნავ შეშუპება, ანუ პროცედურას ვატარებთ და ნორმალურია. მით უმეტეს არ არის მწიკი. ნინა, მაშინ კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, აი, როცა მინდა ვთქვა აწეული თვალის, ნუ იქნება ახლა ქეთან ფოქსი არის, მაგრამ მინდა თვალის ოდნავ აწევა. ამ შემთხვევაში პაციენტი ვარ და დაბნეული ვარ, რომელი მინდა ბოტოქსი, დისპორტი და ასე შემდეგ თუ თქვა აპტოსის ძაფები. აი, ახლა მაგას როგორ ვაკეთებთ? რეალურად ძაფებს ტოქსინის გარეშე არ ვაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე რო ძაფით ავწევ, როგორც კი თვალის ირგვლივი კუნთი გამიაქტიურდება და გაიცინებს პაციენტი, აი წაღან რო ვთქვით ამ ქუთუთოზე რო ჩამოწეული გვაქვსო, ხო? კიდევ უფრო ჩამომიკაჩავს და ძაფის ფიქსაციას შემიმცირებს. ამიტომ მე მაგალითად ესეთ რაღაცას ვაკეთებ ხოლმე. როდესაც პირველი ეტაპი სასურველი. როცა პაციენტი მოდის ძაფების წარბის ასაწევად, თავაზობ ესეთ რაღაცას. მოდი გავაკეთოთ ტოქსინი. ტოქსინი როდესაც წარბს ვწევთ, რეალურად დამოკიდებული ვართ პაციენტის კუნთის აქტივობა როგორ გადალაგდება. კონკრეტული წერტილი როგორ გააქტიურდება, კუნთია თუ არა, ხო? როგორ მოდუნდება და ასე შემდეგ, ხო? ამის მერე თუ პაციენტი კმაყოფილია ამ წარბის აწევით, ტოვებთ, იმიტომ რომ ნუ კმაყოფილია ხა არ უნდა საერთოდ ძაფის გაკეთება, ხო? ტოქსინითაც ძალიან კაი ეფექტი მივიღეთ. მაგრამ თუ არ არის თქვა კმაყოფილი ტოქსინის შედეგით, ამ შემთხვევაში გადავდივართ, კი. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ უკვე ძაფებს და ნუ მე აუცილებლად გვაქვს იდეალური შედეგი. რაიმე, აი, ხონდა იცოდეს პაციენტმა ყველაფერი, ვიცით თქვა ბოტოქსის შემთხვევაში ასე შემდეგ. ძაფის შემთხვევაში რა გართულებასთან შეიძლება გქონდეს საქმე? ის 1%. იმიტომ რომ მედიცინაში 100% არ არსებობს. ეს არის ხოლმე ინფექცია. ჩვენ ძაფები მარტო ნუ არის კიდე ზედაპირულად ჩასმული, არის კიდევ რაღაცა, მაგრამ თუ პროცედურა სწორად არის ჩატარებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი ნებისმიერი სხვა გართულება. ერთადერთი დამიჩირქდა. ხო, აი ეს. რატო? ჩვენ კლინიკის პირობებში აბსოლუტურად სტერილურად ვფუთავთ პაციენტს, სტერილური ხელთათმანით, სტერილური ინსტრუმენტებით, ყველაფერს ვაკეთებთ სტერილურად. მაგრამ პაციენტში კლინიკაში არ იმუშავებთ მაგრამ პაციენტს ვუშვებთ სახლში.
და ნანემსარიც მიყვება სახლში. თუ პაციენტმა მეორე დღეს მაკიაჟი გაიკეთა, ნანემსარს მოხვდა, ცხელი წყლით ვიბანავეთ და ის ფუფხი ჩამომიძვრა, რაც მე მჭირდება, რომ ნანემსარი აქვს პაციენტს თვითონ მხარეს. იმერთ ნანემსარს უნდა მოუაროს. თუ ძაფი, უბრალოდ თუ აი ეს დამიჭირქდა, არის ხოლმე მაშინ, როცა ზედაპირულად არის ძაფი ჩადგმული. ესეც რეალურად ზედაპირულად რატო იტკმება ძაფი? წესით არ უნდა ჩაიდგეს. ანუ ღრმად უნდა იყოს. ზუსტად იქ უნდა იყოს, სადაც საჭიროა, არც ღრმად და არც ზედაპირულად, ხო? ძაფებ გაკეთებულ შემთხვევაში, თუ შემიძლია, ჩვეულებრივად ჩავიტაროთ. რასაც ვიტარებ. ბიორევიტალიზაცია, აპარატურული, აუცილებლად. ARF lifting და ასე შემდეგ, რაც არის მოკლედ. ჩვეულებრივ აქცევთ ყველაფერს ერთადერთი ერთი თვის განმავლობაში შეზღუდულია მასაჟი. სახის მასაჟი. აპარატურული და ხელი. კი, რომ ეს ძაფებს აქვს რეალურად კბილანები, რაზეც ფიქსირდება კანი, ხო და ის უნდა შეხორცდეს. ეს ფიქსაცია რომ არ დავარღვიოთ ერთი თვის განმავლობაში შეზღუდული აქვს მხოლოდ მასაჟი. მეტი აბსოლუტურად არაფერი. მე ისეთი საინტერესოა გოგოებო თქვენთან საუბარი რომ რა ვიცი დრო რომ მქონდეს ალბათ კიდევ ერთ საათს აუცილებლად გადავაბამდი იმიტომ რომ ეს არის თემა ქალებისთვის და არა მარტო რომელიც ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მე კიდევ ერთხელ ვეთყვი ჩვენს რადიო მსმენელს რომ პროცედურები რომლებზეც ვილაპარაკეთ საუბარია კლინიკაზე ჰერა რომელიც განახლებულია და არა მარტო სხეულის მოვლის საშუალებებია იქ უკვე რომ ყველაფერი თითქმის დღეს ფაქტიურად ძალიანაც სახეზე ვისაუბრეთ იმიტომ რომ გვინდოდა ეს სიახლე თქვენთვის მოგვეწოდებინა და ნუ ზოგადად ალბათ არა მარტო ესთეტიკურ მედიცინაში, ნებისმიერ სფეროში და რიტეილშიც კი, ანუ საკვებ პროდუქტებშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაყიდვის წერტილს, ანუ იმ ოფიციალურ ადგილს, სადაც მიდიხართ კლინიკაც და კლინიკა რატოა სანდო, როცა არის ყველა ის პირობა, რაც საერთაშორისო სტანდარტებში შეესაბამება და როცა არიან ის სპეციალისტები, რომელიც ამ კლინიკას სახელს უქმნის. დიდი მადლობა გოგოებო ამ საინტერესო ინფორმაციისთვის. ალელა თუ შეიძლება რომ უთხრათ უბრალოდ რადიო მსმენელს, სად არის კლინიკა და როგორ უნდა მივმართოთ? დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენ კლინიკა არის ანდრია აფაქიძის პირველ ნომერში, ბერბუკის 8 ნომრის კვეთასთან, სპორტის სასახლის უკან. მოსაგნები არის ძალიან მარტივად, აქვს რა თქმა უნდა აბრა. მოგწერეთ და Facebook-ზე აქტიურად inbox-ში შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ და ჩაიტაროთ და დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი პროცედურა. ნუ აი შემდეგში თქვენს დაგპატიჟით. დიდი მადლობა რომ გაზაფხული მოდის და გაზაფხული მოყვება და ნუ განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე ამ დროს წელიწადის ყველაზე ჩემს ყველაზე საყვარელი დროსთან ზაფხულთან შესახვედრად და ეხლა თუ არ დაიწყეთ მზადება ზაფხულს ისე ვერ შეხვდებით როგორც თქვენ გინდათ. გადაცემა Beauty Live ხატია შემოგესთან ერთად ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათს ისევ საღამოს 6 საათზე ისევ საინტერესო თემებით რომელიც მხოლოდ სილამაზეს ემსახურება და ისევ საინტერესო სტუმრით დაგებრუნდებით. დროებით ბედნიერ საღამოს გისურვებთ.